კი, მაგრამ ამას რა გზით აქვს? ხო უნდა ვიცოდე მე რომ არაფერი არ გეცოდინება შენ. მაგრამ მესმის, მაგრამ რომელი სტრუქტურა რომ ჩაგეცნას იკასო. ო, რა თქმა უნდა. იკასო. გვარები და სახელები არ ვილაპარაკოთ იკასოს სნის შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო. ანუ როგორ მოილაპარაკეთ ამ საკითხებზე? შეიძლება რა. პრემიერის განაცხადებებით თქვა შეუძლია გაუნულო, შეუძლია რაღაცა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავართ, ეხლა ვიდეოები ჩატარებთ და პრემიერს მაგაში არჩევენ. შეიძლება გაცხადებას ეს ორი ახალგაზრდა და რა შეიძლება გაცხადების ნომერს მომაწყდი. აიღებ ვალდებულებას, რომ იმ ფულის დაბრუნების შემდეგ 700,000 ლარს უღდი ამკაც. თუ შეავალ და გირეკავთ რა და ან დღეს გადმოგცემთ ან ხვალვებიან რა. იმ ანგარიშზე კურამის? იმას ეგრევე გამოვა $10,000 და ლაპარაკი არ არის. თქვენთვისაც უკეთესია. ურთიერთობისთვისაც უკეთესია. აბარა. საქმისთვისაც უკეთესია. პირდაპირ ეს აიღეთ და შეიტანეთ იმ ანგარიშს. ამ კვირაში ყველა ვარიანტი წერილი უნდა შევიდეს. წერილი შევიდეს. ეგ მოხდება ხუთშაბათს თუ მოხდება პარასკევს. თქვენ ჩემი დაბრუნების შემდეგ მეწოდინება ნახევარ დღეში. შენ უკვე ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებული შევიდა წამოვიდა. ხო არა, შეთანხმებული კი მაქვს, მაგრამ ეხლა გავიდა სამეთო. უნდა მივიდე გაველაპარაკო, არა აუხსნა. რატო მოხდა და იმიტომ რომ ხადაღა უნდა მოიხსნას ყველაზე მთავარი რა, როგორც თქვენ ლაპარაკეთ და იქაც უკვე ეგრევე. ხადაღა და ინკასო ყველაფერი ჩაიხსნება, როცა გაგეთდება გრაფიკი და ვალდებულებაში ჩაიდება გარკვეული ქონება, როგორც აკეთებს ეს და რიგით სამინისტრო. ერთადერთი კეთილება უნდა იყოს ამისა, რომ ეს გაგეთდეს. იმ კეთილებას თქვენ მიიღეთ. ჩვენ მაგ საკითხების მოგვარებაში და მაგნაირ საკითხების იმაში დახმარების სათხოვნელად და იმათ რო იყო გიამკიჩის რამდენი ფულია გადახდილი რა. რამდენი ფულია პარტიაშიც და იქ უშიშროებაშიც წაღებული რა. ახლა პარტია არ არის, მაგრამ იქ არსად არაფერი არ ჩანს, ხო? რა უნდა ჩანდეს, ბიჭო, მომისმინე ერთ რაღაცას გეტყვი რა. ეხლა მე არა, ეხლა რო ლაპარაკობთ რატო აკონკრეტებო რა. ეხლა არც იქ ჩანს, არც მეც არ გამოჩნდება არაფერი რა. რა სიხდი ეხლა შენ ვითხარ. არაფერი გია ერთოთი ხო. ანუ კონკრეტ ეხლა შენ რო ლაპარაკობ ახლა მომზე გადასრულებული კაცი ხარ. მე მომცა თული თქვათ მილიონი. მე მივედი და ახლა ვართ აგერ უყურებთ მე მივედი ქართული ოფისის სიმაში და უთხარ იცი გამომატანა ესა და ჩაწერეთ როულში ამისთან და სად გაგიგიათ მიდღემ ჭიხმა არ გამიგია ბიჭო გავიგე მაგრამ ხო წავიდა იქ ხო მე სადღაც ხო უნდა იყოს კაცო დაფიქსირებული სადღაც რომ მივიდა ძმაო სადღაც რომ მივიდა შენ მეკითხები მე სად მივიდა ვიღაცა მაინც ხო უნდა იცოდეს ხო კაი არა იცოდეს ვინ აიცოდა რა მითხრა რა უნდა იცოდეს ია ირიცხებოდა ფული ძმაო ამდენი ფული მე ხა ძმობაში იციან ამათაც არჩევნებში ამონდენა 250,000 ლარი ფული მეცი გავიგე უშლება იმას არ გადაუხდია მე ვიღებდით რამე ეს ფულს გვირიცხავდნენ რამდენი ვიწვალეთ არ გახსოვ გასაგებია გავიგე და გეუბნება ეს კაცი ხო და ეხლა კიდე და შეიძლება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე